ხვალ არის 17 მაისი, ოჯახის წმინდის დღეს აღნიშნავს ქართველიერი ყველა ვიცით ეგ. და ამ აქციის გაშავებას ყოველ წელს ცდილობენ ერთუჯრედიანი არგუმენტით. აი ეს მოწინააღმდეგეები, რომლებიც ემხრობიან იმ 17 მაისის რისთვისაც დაარსა თავიდან. ამ LGBT დაცვის რაღაცა დღეროა. და ერთი ასე თქვათ, კიდევ ვიმეორებ, ერთუჯრედიანი არგუმენტი აქვს, რომ იქო ხალხი მოდისო და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს, რომლებიცო ცოლებს ემენო, საყვარლები ყავთო და 1000 სიბინძურეს აბრალებენ ამ ხალხს. თქვათ ეს მასია, ცოლებს ემენ იქ მოსული ხალხი, საყვარლები ყავთ და ასე შემდეგ. თქვათ ის ხალხი, ვინც მოდის და აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს, მაგის გამკეთებლებია. ახლა შეხედეთ, პიდარასტების აღლუმი რო ტარდება, ისინი რას ამბობენ? რომ ჩვენ ვართ პიდარასტებიო და ეს არის კარგიო და თქვენც გაპიდარასტითო. ახლა მაგას პიდარები არ ამბობენ, მაგას როგორ იტყვიან, მაგრამ მოკლედ შეფარული მესიჯია ეგ რა. და ესე იგი ეს არის კარგიო ამბობენ. ახლა კითხვა ეს რა გამოდის? ის კაცი რომელიც ცუდია, თქვათ, რომელიც ცოლს ემს ან ღალატობს, მაინც გამოდის და აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს და ამით აღიარებს რომ ის არის ცუდი საქციელი. ის თავისი საქციელი არის ცუდი. და ამიტომ აღნიშნავს და ცდილობს იყოს კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდია, თქვათ, როგორც ვაბრალებენ. და მეორე მხარეს პიდარასტების მხარე ამბობს, რომ ეს კარგიაო და მოდისო თქვენს აღნიშნეთო. ამ ორ შორის განსხვავება ხო არის? ესე იგი გამოდის, რომ ვინც არ უნდა იყო, გინ ღალატობდე, გინ ცემდე, კი ცუდი ეგ ბაზარი არა, კაცო, არ ვამბობ, რომ კარგია მეთქი, მაგრამ მასეც რო იყო. გამოდი და აღნიშნა, რა ვიცი, ნათქვამ არ დაგაკომპლექსო. თქვენ არ ამბობთ, რომ მე მრუში ვარ და მოდი მრუშობის დღე აღნიშნოთო, მე ცოლს ცემო და მოდი ცოლების ცემის დღე აღნიშნოთო. მაგას ხო არ ამბობთ თქვენ და მაგას ხო არ ვამბობთ. ეს რო არის ცუდი, ამას ხო ამბობთ, მაგრამ აღნიშნავთ იმ სიწმინდის დღესაც, რომ იყოთ კარგები, ამას ვცდილობთ. და ისინი ცუდები არიან და ცდილობენ უფრო ცუდები იყვნენ. ამიტომ ასაღნიშნია და უფრო მეტი უნდა გამოვიდეს და საერთოდ არ უნდა ქონდეს იმის კომპლექსი, უიმედე და მე ცუდი ვარ და იქ რა მინდა. არა, შენს უნდა მოხვიდე. ცუდი თუ გონია, დავით ამას თუ ხვდები. მოკლედ ამის თქვა მინდო და არავის ასეთმა რაღაცა სისულელე და ერთუჯრედიანმა არგუმენტმა არ შეგაფერხოთი. მე ვერ გავალ, არ ვარ მოკლედ შესაბამის სიტუაციაში. ვერ ვიქნები შაშან ვიღავი წელს ვერ ვიქნები. ვისაც შეგიძლიათ ყველა გადით და დაანახეთ ყველას რამდენი ხართ. ნაღდი ქართველი.